500-მდე სერვისი ერთ სივრცეში მალე გლდანში იუსტიციის სახლის ახალი შენობა გაიხსნება. ფილიალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და მოქალაქეებს ხიზანიშვილის 91 ნომერში მოემსახურება. პროექტის მიზანი მოქალაქეებისთვის სწრაფი და კომფორტული მომსახურების შეთავაზებაა. მოხარული ვართ გდანის მოსახლეობა, რომ იუსტიციის სახლის კიდევ ერთი ფილიალი გადმოიტანეს, საშუალებას მოგცემს მეტი სერვისით სარგებლობისთვის, ურიგოდ და ნაკლები შეზღუდვებისთვის. გამოვცვალეთ პასპორტი, ძალიან კმაყოფილი დარჩი. ასე უფასოდ გამიკეთეს როგორც პენსიონერს. ეხლა აქ რო შენდება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყველასთვის, მე კი არა, ყველასთვის მნიშვნელოვანია და ბოლო მიკრორაიონია და ალბათ გასასვლელი არსად. მოხარული ვარ მომწონს, რატო არ ახლოს იქნება, რაც უფრო ხშირი იქნება და ახლო იქნება, უკეთესია, იმიტომ რომ მან ძალიან ბევრი დატვირთვა. ხალხს ძალიან ხშირად სჭირდება, ხშირი მომხმარებელი ყავს. თბილისის გარდა იუსტიციის სახლის ახალი ფილიალების მშენებლობა მიმდინარეობს მცხეთაში, ხელვაჩაურში, ზოტში, ჭალაში, ტოლებსა და ახმეტაში. თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეც. 2025-2026 წლებში იუსტიციის სახლის ფილიალების რაოდენობა 132-მდე გაიზრდება. მომსახურებას მიიღებენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამ ყველაფრის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კონდეს რეალური შესაძლებლობა ისარგებლოს იმ 500-მდე სერვისით, რომელსაც ერთი ფანჯრის პრინციპით იუსტიციის სახლი თავაზობს ყველა დაინტერესებულ პირს. ამ მშენებლობების დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლი დაახლოებით 120-მდე ადამიანს ადგილობრივ მოქალაქეს დაასაქმებს. ყველაფერი ერთ სივრცეში, ეს იუსტიციის სახლის მთავარი კონცეფცია, რაც მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით, მარტივი პროცედურებით, სწრაფი და მაღალი ხარისხით გულისხმობს. პირადობის მოწმობის გაცემა, ქორწინების და უძრავი ქონების რეგისტრაცია. ეს მომსახურების მცირე ნაწილია, რასაც მოქალაქეები ერთ სივრცეში იღებენ. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 400-ზე მეტი სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინფრასტრუქტურული პროექტები მომავალშიც განხორციელდება. მოქალაქეთათვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება და მათ საჭიროებებზე ზრუნვა იუსტიციის სამინისტროს უცვლელი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. უწყება მუდმივად ზრუნავს საჯარო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე და მათ გამრავალფეროვნებაზე. ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს პროექტს, რომლის მიზანია, რომ საქართველოს თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებობდეს იუსტიციის სახლი. ფიქრობთ, რომ აუცილებელია იუსტიციის სახლის ფილიალები არსებობდეს დიდი ღომში და ვარკეთილშიც. იუსტიციის სახლს ყოველდღიურად 20,000-ზე მეტი მოქალაქე მიმართავს. ფუნქციონირებს სატელეფონო ცენტრი, რომელიც კვირაში 7 დღე 24 საათი მუშაობს. წლებია იუსტიციის სახლი მოქალაქეებს ქორწინების სახლით მომსახურებასაც თავაზობს.